ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თანამდებობას ტოვებს ინფორმაციას კულტურის მინისტრი ადასტურებს გურამ მოდიშარიას განცხადებით მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრა დღეს დილით გამართა, სადაც გამოიკვეთა ბევრი საკითხი, რაზეც მინისტრსა და სააგენტოს ხელმძღვანელს განსხვავებული პოზიციები აქვთ. გურამ მოდიშარია არ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ვაჩეიშვილის გათავისუფლება მხოლოდ ბაგრატის ტაძარს უკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოზიციას. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე განცხადება მომავალ კვირას გაკეთება. ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი ხელმძღვანელის გათავისუფლებაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. სამომავლოდ ხედვა, მიმართულებით კონცეპტუალური ჩვენი ხედვა განსხვავდება ერთმანეთისაგან და აჯობებს, რომ დავშორდეთ ერთმანეთს ამ ეტაპზე. ეს ყველაფერი გაფორმდება იმ კვირას. ჩვენ გვყავს სავარაუდო კანდიდატები. ჩვენ მსგავს რაღაც შიდა კონკურსისას მოვაწყობთ და თქვენთვის იქნება იმ კვირას უკვე ცნობილი თუ ვინ შეცვლის ბატონ ნიკა ვაჩეიშვილს. დაახლოებით თვის წინათ შევხვდი თხოვემი ნიკას რომ მოსულიყო ჩვენთან და ველაპარაკე ყველა იმ საკითხზე, ანუ ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შეუძლებლობაზე. მას ეს ინფორმაცია გააჩნია უკვე სამ კვირაზე მეტია პირადად ჩემგან, ასე რომ თვითონ დამემოწმება ალბათ რომ ეს მისთვის სიახლე არ უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში ბაგრატი ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ბაგრატი არ ქცეულა იმის საფუძვლად რომ ნიკა ვაჩეიშვილი გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან.